მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა იესო, მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა. ამბობდა: ახსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება. როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგცემთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს აკერებდნენ. მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. კაპერნაუმს მივიდნენ და მაშინვე შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. მათ სინაგოგაში იყო კაცი, არაწმიდა სულით შეპყრობილი. მან იყვირა: რა გინდა ჩვენგან იესო ნაზარებელ? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ ვინც ხარ, ღვთისწმინდაო. იესომ შეერისხა იგი და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან. არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფრდნენ, ისე რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არის? ეს რა ახალი მოძღვრებაა? ხელმწიფებით არაწმინდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიან მას. მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ მხარეს მოედო. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდადრი კი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მაშინვე უთხრეს მასზე. მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო. მთელი ქალაქი შეკრებილიყო კართან. ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან. ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ ართავდა ეშმაკებს ელაპარაკად, რადგან ისინი იცნობდნენ მას. განთი ადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან ყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს იგი და უთხრეს: ყველა შენ გეძებს. უთხრა მათ: წავიდეთ სხვა ახლომახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული. დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: მსურს, განიწმიდე. და მყისვე მოშორდა კეთრი და განწმენდილ იქნა. კაცრად გააფრთხილა და უმალვე გაუშვა. უთხრა მას: უყურე, არავის უთხრა,
არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი გაწმედისათვის, რაც ბრძანა მოსე მათ და დასამოწმებლად. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ამბის გახმაურება ისე რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.